უდიდესი დაბრუნება ალექსანდრ ვოლკანოვსკისგან. და იუს 314-ზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი ძალიან მაგარ ბიჭს დიეგო ლოპეს დაუპირისპირდა და მასში, როდესაც ძალიან ბევრი მიიჩნევდა, რომ ვოლკანოვსკი ზედიზედ მესამეს დამარცხებოდა ბრუტალური ნოკაუტით, ყველა საპირისპირო დაუმტკიცა. ზოგადად UFC 314 იყო ძალიან გამორჩეული და სანახაობრივი კარდი, ძალიან დიდი ხანია ესეთი კარგი კარდი. პირადად მე არ მახსენდება, რომ UFC-ს ჩაეტარებინოს და ასევე თითოეულ ბრძოლას მთავარი ღონისძიებისა მიყვეთ რიგრიგობით. დავიწყოთ ალექსანდრ ვოლკანოვსკის და დიეგო ლოპესის დაპირისპირებით. ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დაამტკიცა, რომ იგი კვლავ ელიტარული მებრძოლია და იგი კვლავ პრაიმშია. ძალიან ბევრს ეჭვებოდა ის ფაქტი, რომ დიდი ნოკაუტებით მარცხის შემდგომ ვოლკანოვსკი ვერ შეძლებდა დაბრუნებას, ზუსტად იმ მიზეზის გამო, რომ ზოგადად მებრძოლებს უჭირთ ფსიქოლოგიურად დაბრუნება ოქტაგონში და ისეთი პერფორმანსის ჩატარება, როგორც ვოლკმა ჩაატარა. თუმცა, ვინ და ვინ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ვინმეს თუნდაც შეძლებოდა მსგავსი დაბრუნების გაკეთება, ესეთი მებრძოლი ზუსტად რომ ვოლკი უნდა ყოფილიყო. ძალიან მაგარი fight IQ, ძალიან ძლიერი ფიზიკა, კარდიო, სასწაული სტრაიკინგი, სასწაული ჭიდაობა. დიეგო ლოპეს შანსი არ დაუტოვა და ხუთივე რაუნდში ძალიან კარგი მომენტები ჰქონდა. მხოლოდ ერთ მომენტში, მეორე რაუნდში დიეგო ლოპესმა მოახერხა და ნოკდაუნში გაუშვა ალექს ვოლკანოვსკი, მაგრამ მანდაც ისეთი შთაბეჭდილება დამჭა, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დისტანციის გახანგრძლივებას ცდილობდა, გადიოდა გაცვლებიდან, ბალანსი უკვე დაკარგული ჰქონდა და ამ დარტყვა უბრალოდ ბალანსი კიდევ უფრო კარგად დააკარგვინა და ძირს დავარდა. თუმცა თითოეული გულშემატკივარი ალბათ ძალიან დიდი ემოციებით შეხვდა ამ მომენტს, განსაკუთრებით ის გულშემატკივარი, რომელიც ვოლკანოვსკს გულშემატკივრობდა ამ ბრძოლაში. ძალიან მაგარ გაცვლებს შევიდა, ზუსტად ამ გაცვლების და ძლიერი დარტყმების ხარჯზე მან მოახერხა და ცენტრი შეინარჩუნა. თუ დააკვირდებით, მახაჩევმაც და ილიამაც ვოლკის დანოკაუტება მოახერხებს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი მიწნეხეს, გალიასთან მიიყვანეს, გასაქცევი არ დაუტოვეს და უბრალოდ გამოიჭირეს. ალექსანდრ ვოლკანოვსკი მე ძალიან კარგად იცოდა და ზუსტად მაგიტომ ცენტრს დიდი ხნით არ ტოვებდა. თუ იგი ცენტრს დაკარგავდა და დიეგო ლოპეს დაუთმობდა ნომერ პირველობას, ეს მხოლოდ ის შემთხვევაში, როდესაც მას ეს აწყობდა, როდესაც იგი აღიდგენდა, როდესაც იგი აკვირდებოდა თავის მეტოქეს და კონტრშეტევებს უპირისპირებდა. ასევე ვოლკანოვსკიმ რაც ძალიან მაგრად გააკეთა, ეს იყო MMA-ის მასტერკლასის ჩატარება. ყველამ ვიცით, რომ ლოპესი როგორც დგომში, ასევე პარტეში ძალიან საშიში მებრძოლია, თუმცა ვოლკანოვსკი ჭიდაობის გაცვლასაც არ მოერიდა და ძალიან ბევრჯერ შევიდა, ასე ვთქვათ, თეიქდაუნის გასაკეთებლად. ძალიან ბევრი თეიქდაუნი არც კი დაასრულა. ვერ შეიძლება ისე მოხვედროდა თვალში, რომ ვოლკანოვსკი მისი გადაყვანა ვერ შეძლო. ვოლკანოვსკი თავის ყველაფერს არდებდა ამ თეიქდაუნებში. ვოლკანოვსკი უბრალოდ MMA-ის თამაშებით თამაშობდა. MMA-ის წესები მოახვია სრულად თავზე და დიეგო ლოპეს ძალიან ბევრი საფიქრალი შეუქმნა. შეუქმნა საფიქრალი იმაზე, რომ გდებისგან თავი უნდა დაეცვა, მარჯვენა ოურჰენდისგან თავი უნდა დაეცვა. როდესაც დიეგო ლოპეს დისტანციის ჩახურვას ცდილობდა, ზუსტად მასში ხდებოდა ძალიან მძიმე დარტყმები. ერთი სიტყვით, ვოლკი დაბრუნდა ისეთ ფორმაში, როგორშიც პირადად მე არ მახსენდება. ახლა კი ძალიან საინტერესო კითხვა მოდის აქ. ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნამდვილად არის ის მებრძოლი, რომელიც უნდა აღიქვებოდეს featherweight-ის GOAT-ად. იმ ჩემპიონებში, სადაც ილია თოფურია, მაქს ჰოლოვეი, ვოლკი, ჟოზე ალდო, კონორ მაკგრეგორი იყვნენ. ალექსანდრ ვოლკანოვსკის ამ წონისთვის ძალიან ბევრი აქვს საკეთებული და უკვე როდესაც ორჯერ ხდები ჩემპიონი ამ წონითი კატეგორიის და ახერხებ იმას, რომ ქამარი დაიბრუნო, ეს ნამდვილად შენს ლეგასის ზრდის. უბრალოდ ერთი ფაქტორი არის, რომ ილია თოფურიამ იგი უგონოდ დაანოკაუტა. ზუსტად ამ მიზეზის გამო ძალიან რთული არის, რომ ვოლკანოვსკი როგორც GOAT-ად შეაფასო რაღაც კითხვის ნიშნების გარეშე. ილია თოფურიას რომ მეტი დაცვა ქონოდა ამ წონაში უდაოდ იგი იქნებოდა GOAT-ი. თუმცა ალექსანდრ ვოლკანოვსკის ახლა აქვს შანსი, რომ თუ კიდევ რამდენიმეჯერ მოახერხებს და დაიცავს კამარს ევლოებთან ან სხვა კონტენდერების წინააღმდეგ და სილვა ძალიან მალე ამოვა ტოპ დივიზიონში, ტოპ 5-ში. მაშინ ვოლკს ექნება შანსი, რომ გახდეს ამ წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი. ქომეინი მეძე ვისაუბროთ. პედი პიმბლეტის გასაოცარი პერფორმანსი მაიკლ ჩენდრელის წინააღმდეგ. თუ მაიკლ ჩენდრელის უბრალოდ ძალიან ცუდი პერფორმანსი. უნდა ვაღიარო, რომ ამ ბრძოლაში მეგონა, რომ ჩენდლერი მოახერხებდა გამარჯვების მოპოვებას, თუმცა პედიმ აჩვენა, რომ იგი ნამდვილად ძალიან სახიფათო მებრძოლია. დავიწყოთ იმით, რომ ძალიან ჭკვიანურად იბრძოლა. რას აკეთებდა იგი ბრძოლის განმავლობაში? ქალფ კიკებს ხარობდა ძალიან კარგად. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ ჩენდრელი ზოგადად ძალიან ფიზიკურად ძლიერი მებრძოლია, რომ დააკვირდეთ ქალფები, ანუ მუხლის ქვედა ნაწილი საკმაოდ თხელი აქვს მას. ჩარლზ ოლივეირამაც ძალიან კარგად გამოიყენა ეს რამდენიმეჯერ, საერთოდ პირველ ბრძოლაში პირველ დარტყმაში მოცელა იგი და თან დგომიც ისეთი განიერი აქვს მაიკლ ჩენდლერს, რომ ზოგადად ქალფ კიკები კარგად მუშაობს მის წინააღმდეგ. ჩენდლერმა
ედი პიმბლეტმა ეს იდეალურად გამოიყენა. ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქალფქიქებით და საფიქრალი შეუქმნა თავიდანვე. ჩენდლერი დაბალია პედისთან შედარებით, თავს კიდევ უფრო დაბლახრიდა და ზუსტად ამ მომენტში პედიმ არაერთი ძალიან მაგარი აფერქათი გაუტარა და ერთ მომენტში flying knee-ი შეხვდას, ყრიმალის ადგილას გაუჭრა, შეიძლება ძვალის გაუტეხა, ნუ ეგ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ჩენდლერის ერთადერთი პოზიტიური მომენტი ამ ბრძოლის განმავლობაში იყო საწყის რაუნდებში, როდესაც ზურგიდან ახერხებდა, რომ მისთვის გდება გაეკეთებინა პედისთვის, თუმცა როდესაც მიწაზე ჩადიოდნენ, გრეპლინგის გაცვლებში ძალიან იჩაგრებოდა. პედი იყო თავხედი. ძალიან თავდაჯერებული იყო ამ ბრძოლაში და თავხედურად გადადიოდა შეტევებზე გრეპლინგში. დგომში გალიიდან შეახტა სამკუთხედზე, ეგეთ სამიშენი Cage Warriors ზოგადად პედის გაკეთებული აქვს და იცის რაც საკეთებს და ძალიან მაღალ დონეზე აკეთებს. გვიან რაუნდებში კი საერთოდ აქეთ დგომში პარტერში ათრია, ანუ დგომიდან ძალიან მაგრა გადაიყვანა ზურგიდან, ის გდებები გაუკეთა რაც ჩენდლერმა გაუკეთა თავიდან და მიწაზე იყო ბრუტალური. იდაყვები 12-6-ზე, ის იდაყვები, რომელიც სულ ცოტა ხნისი გახდა ლეგალური, იდეალურად გამოიყენა. სამიშენით ემუქრებოდა, როდესაც სამიშენისგან დაცვას იწყებდა ჩენდლერი, მაშინ იდაყვებით პასუხობდა. ამ მოსუნთქვის საშუალება არ მისცა, დატანჯა და ზუსტად ისე დაჩაგრა, რომ ჩენდლერი ესე დაჩაგრული არ ყავდა არც ოლივეირას, არც პორიეს და არც გეიჯის. მაგრამ აქ არის მეორე მხარე. იყო ეს პედის გასაოცარი პერფორმანსის დამსახურება მხოლოდ თუ ეს იყო ჩენდლერის რაღაც სასწაულად ცუდი პერფორმანსი. არ მინდა რომ პედის რამე დაუკარგო, მაგრამ ჩენდლერი ესეთი ცუდი და არა აქტიური მე არც ერთ ბრძოლაში არ მახსენდება. მიუხედავად ზიანზე, ჩენდლერი ყოველთვის ზიანდება. გეიჯისთან, პორიესთან, ოლივეირასთან ზიანი მისთვის უცხო არ არის, მაგრამ ყოველთვის ახერხებს რომ ამ ძაღლურ გაცვლებში და ომში დააზიანოს თავისი მეტოქეც კი. იგი უკვე ასაკშია, უკვე ძალიან დიდი ომები აქვს გამოვლილი, ჯერ მარტო UFC-ში და UFC-მდე ბევრს ავიწყდება, რომ ბელატორში კატასტროფული ომები აქვს გამოვლილი ჩენდლერს. ეს ყველაფერი ასაკის მატებასთან ერთად მებრძოლზე გავლენას იქონიებს და ზუსტად ამ გავლენამ შეიძლება დღეს შედეგი გამოიღო. ჩენდლერი იყო ძალიან არააქტიური და მიწასთან გასწორდა. მე თუ მკითხავთ, ჩენდლერი შეიძლება საერთოდ UFC-დან გაათავისუფლონ ასეთი ბრძოლის შემდგომ. ერთ-ერთი ფაქტორი ჩენდლერის გარშემო ის არის, რომ იგი კომპანიმენ არის. UFC-ს, ასე ვთქვათ, აწყობს მისი ყოფნა, თუმცა ასეთი ცუდი პერფორმანსის შემდგომ, ასეთი დაჩაგვრით შემდგომ არ ვიცი ვინ უნდა მისცენ ჩენდლერს. საჩემპიონო ბრძოლებიდან ტოპ 15-ზე ჩამოვიდა და ნახოთ რა იქნება ჩენდლერისთვის. შემდეგი ბრძოლა, რომელზეც მინდა ვისაუბრო, არის იაირ როდრიგესი მისტერ ბელატორის, პატრისიო პიტბულის წინააღმდეგ. იაირ როდრიგესმა დაამტკიცა, რომ ძალიან სახიფათო და ძლიერი მებრძოლია, თუმცა აქაც ხდება ყოფილი ბელატორის მებრძოლთან, როგორც ჩენდლერი ყოფილი ბელატორის მებრძოლი, ისე პიტბული ყოფილი ბელატორის მებრძოლთან, იგივე ფაქტორი, რომ იგი ძალიან ასაკშია, მისი პრაიმი ბელატორშივე დამთავრდა, მე თუ მკითხავთ და ვერ მოახერხა და იაირ როდრიგეს თავისი წესები ვერ მოახვია თავზე. იაირ როდრიგესის დამარცხება თუ გინდა უნდა ეჭიდაო. ძალიან მარტივია ეგ თუ რაღაც სასწაულის ტრეკინგი არ გაქვს. როდრიგესი ძალიან ხისტი, ძალიან სწრაფი, მრავალფეროვანია დგომში, თან გრძელიც არის და დისტანციის გრძნობა კარგი აქვს და კარგად იყენებს ამას, მაგრამ ყველა მიცის რომ როდრიგესის სუსტი მხარე არის ჭიდაობა და გრეპლინგი. ნუ უშუალოდ გრეპლინგი მინდა და არა, აქ ხოლმე საბმიშენები და აქ არსენალში ემეტი და აქვს სამკუთხედით ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ორტეგამ როგორ მოუგო, ჰოლოვეიმაც კი გადაიყვანა მარტივად და ჭიდაობით მოუგო. მეორე ჯგუფში ორტეგა ძალიან იცემა და დაზიანებულა ორტეგამ, რომელსაც ჭიდაობა ძალიან სუდი აქვს და უბრალოდ ჯიუჯიტსუ აქვს ძალიან კარგი. მოახერხა ჩაათრია პარტერში და დააფინიშა. იაირ როდრიგესი არ არის საჩემპიონო მატერიალის მებრძოლი ჩემს თვალში, ზუსტად იმიტომ რომ MMA-ში ჭიდაობა ძალიან აუცილებელია. თან ისეთ წონაში, სადაც ჩემპიონი ილია თოფურია იყო ცოტა ხნის წინ და ეხლა კი ალექსანდრ ვოლკანოვსკია. ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ როდრიგესი უკვე დაამარცხა და ზუსტად პარტიაში grounded pound-ით მოუგო. მოკლედ როდრიგესის მომავალი არ ვიცით, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება იაირ როდრიგესის ორთაბრძოლა დიეგო ლოპესთან განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც მათ ურთიერთობა დაეძაბათ უშუალოდ პრესკონფერენციაზეც კი. ორივეს უნდა ეს ბრძოლა დარწმუნებულ დიეგო ლოპესისთვის ძალიან ლოგიკური უკან დახევა იქნება და გამარჯვების შემთხვევაში კვლავ ტოპი დარჩება, ასე ვთქვათ. იაირ როდრიგესი კი ყოფილ ტიტულის ჩელენჯერს დააფინიშებს და შეიძლება კამარზე კვლავ გაიწიოს. ნახოთ რა იქნება. პიტბული კი ზუსტად არ ვიცი, პოსტებს მოვკარი თვალი რომ უკვე გააგდეს UFC-დან და საკმაოდ ლოგიკური არის, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ აჩვენა. პიტბული რისთვისაც მოიყვანეს, ის პიტბული აშკარად არ არის. უბრალოდ რა სახის კონტრაქტი აქვს პიტბულს, არ ვიცი, როგორც წესი UFC-ს მებრძოლებს 4 ბრძოლიან კონტრაქტს თავაზობენ და შეიძლება კიდევ მიეცეს შანსი.
ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. სილვა ბრაის მიჩელის წინააღმდეგ. ბრაის მიჩელი შეიძლება გაგდების პირას იყოს UFC-დან. ჯერ ილია თოფურიამ გაანადგურა, ემეტმა უგონოდ გათიშა, ახლა კი უგონოდ დაახშეს. სილვა კი ვინ უნდა გააჩეროს არ ვიცი და საერთოდ ვინ უნდა იყოს სილვასთვის მაგასაც ვერ ხვდები. MMA ნერდის მებრძოლები რუფი, სილვა, ბორალიო მოვიდნენ და ფრეიცი გადაუარეს სულ ყველა. საერთოდ ძალიან სანახაობრივი ფინიშერები, რა ვიცი, ანუ აშკარად ძალიან მაგრად ვარჯიშობენ ეგ ბიჭები თავის დარბაზში და აშკარად აქვთ ის კონფიდენსი, ის თავხედობა და ის ყველაფერი რაც არის საჭირო იმისთვის რომ შოუ დადგა. ბრაის მიჩელს მენტალურად დაუწყო თამაში პირველ რაუნდში. მენტალურად გატეხა გალიასთან როცა მივიდა და ფეხზე მიანიშნა რომ მოდი ფეხში შემოდიო. როდესაც ფეხში შედიოდა ბრაის მიჩელი ჯერ ხო ვერ გადაყავდა და მეორე როდ რამდენიმეჯერ გილიოტინისა და ნინჯა ჩოუკი ძალიან სწრაფად ცადა სილვამ. ვიცით რომ სილვა დგომში ძალიან მაგარია, ვიცოდით წინა ბრძოლებიდან რომ პარტერში ძალიან კაი იყო, მაგრამ UFC-ს დონის ბრძოლებთან რამდენად კარგი იყო ეგ არ ვიცოდით. მაგრამ ეხლა დავწოდით რომ ბრაის მიჩელის დონისაინ მებრძოლს რომ პარტერში ესე გადაული და ჭიდაობაში ესე დაღლი, აშკარად ძალიან მაღალი დონე ხარ. ბრაის მიჩელის რაც არ მომეწონა, ძალიან ემოციურად გამოვიდა, ძალიან ემოციებს ახლა. ამ ემოციებმა დაღალეს იგი და თან შენს თამაში ან ბრაისის თამაში არის ჭიდაობა. შენს თამაში ესე არ უნდა იღლებოდა. შენს თამაში სტრაიკერი უნდა იღლებოდეს, რომელიც გამოდვების წნეხში ამყოფებდა, რომელიც უნდა პირიქით წნეხში იყოს და იღლებოდეს რა. მაგრამ ბრაისი დაიღალა, განადგურებული იყო, სახეზე ეთყობოდა, რომ შეშფოთებული იყო და ბრძოლა აღარ უნდოდა და ისე სამთავრდა როგორც სცენარი ვკარნახობდა რომ უნდა დამთავრებულიყო უშუალოდ ბრძოლის განმავლობაში, თორე პრესკონფერენციაზე ისეთი ცივი განცხადებები ქონდა ბრაის მიჩელს, რომ რაღაც პროცენტულობით ვეც კი შემეპარა, ეჭვი რომ ბრაისი მოიგებს თქო, მაგრამ ნუ სიმონ დაგვიმტკიცა საპირისპირო. დომინიკ რეიესი დაბრუნდა ნიკიტა კრილოვის წინააღმდეგ. ბუკმეიკერების აზრით რეიესი იყო ანდერდოგი და ვერ ხვდები რატო. კი, კრილოვის სამოგებიან სერიაზე იყო, მაგრამ მისი უკანასკნელი გამარჯვება იყო 2023 წლის მარტში. ამ სპორტში 2 წლიანი პაუზა არის კატასტროფა. ძალიან დიდი ჟანგის მომცველია, ასე ვთქვათ. და რთული არის, რომ 2 წლიანი ბრეიკის შემდგომ დაბრუნდე და ისე ვიცე იჩხუბე, როგორც აქამდე ჩხუბობდი. დომინიკ რეიეს ძალიან ცუდი სტრიქი ქონდა რაღაც პერიოდი, ყველამ ჩამოწერა, მაგრამ 2 მოგებიან სერიაზე იყო, ძალიან კარგი მოგებები ქონდა, თავდაჯერებული იყო, უკვე ის რაღაც კონფიდენსი დაიბრუნა რეიესმა და პირველივე რაუნდში დაამთავრა კრილოვი. თან კრილოვი, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია UFC-ს როსტერზე არის და ასაკშია და ასაკი თავისას შვება, შენელებული იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგადად კრილოვი ვოლკერის ჩხუბის შემდგომ მაგ რაღაც წარმოდგენა შეცვლილი და ტოპ მატერიალის მებრძოლად ვერ აღვიქვა, კი, კაი მებრძოლია, მაგრამ მაინც საჩემპიონო მატერიალი არ არის ჩემთვის. რეიესი კი ახლა ამბობს, რომ იმაზე უკეთესი ვარ, ვიდრე ოდესმე ვიყავიო. ამაში ცოტა ეჭვი მეპარება. ჯერ მარტო ფიზიკურ ფორმაში გადიდებული იყო, მაგრამ ზედვეტი წონა ჰქონდა ჩემი აზრით. უფრო ნელი იყო რაღაცნაირად და დარტყმებზე უფრო მეტად რეაგირებს. ადრინდელი რეიესი ძალიან მიმწოლი იყო, უფრო სწრაფიც იყო და შეიძლება ამბოგება მის კონფიდენსი და ის ყველაფერი მისცეს, რომ შემდეგ ბრძოლებში მართლაც რომ კიდევ უფრო კარგი და კარგი დაბრუნდეს. დაქამბექება რომ შესაძლებელია კარიერული ეს ვოლკანოვსკიმ კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა და რეიესისგანაც არ იქნება გამონაკლისი რომ რაც გასაკვირი რომ ერთი ბრძოლის შემდგომ სატიტულო ორთა ბრძოლა მიიღოს თან ამ წონაში ისეთი ამბები ხდება რომ კაცმა არ იცის ვინ შეიძლება იყოს შემდეგი title challenger. ეს იყო თავარი ქარდის განხილვა. ძალიან მაგარი ბრძოლები იყო, იმედია ის სიამოვნეთ როგორც ბრძოლებით, ასევე განხილვით. შეგახსენებთ, რომ Soza Fight Corner-ის YouTube არხი გამოიწეროთ და გამოყვეთ როგორც Facebook-ზე, ასევე TikTok-ზე. იმიტომ რომ გაცილებით მეტ ვიდეოებს და სტატიებს ვხვდებთ ამ სხვადასხვა პლატფორმებზე. ასევე Soza Fight Corner-ი ლაგაზეტას პროდუქტია, არ დაგავიწყოთ რომ გამოიწეროთ ლაგაზეტა ჯორჯიას YouTube არხი და Facebook-ი. აბა დროებით.